პორტუგალიაში დღესდღეობით დაბალი დონეა. მოგესალმებით, მე ხულიან ლოპესი ვარ, ევრონიუსის რეპორტიორი. დღევანდელი რეპორტაჟის მოსამზადებლად ლისაბონში ჩავედი, პორტუგალიაში. და ამ ქვეყანაში ეგრეთ წოდებული ტვინის გადინების პრობლემას გავუცნობოდი. ეს ძალიან დიდი გამოწვევაა როგორც პორტუგალიის, ისე მთლიანად ევროკავშირისთვის. განსაკუთრებით სტუდენტებისთვის, რომლებიც ახლა უნივერსიტეტებში სწავლობენ. ოდესმე ხსმენიათ რამე ან კონცეფციის შესახებ. ტვინის გადინება ნიშნავს მდგომარეობას, როდესაც მაღალი კვალიფიკაციის მქონე მუშახელი ტოვებს სამშობლოს უფრო მაღალი ანაზღაურების ან შრომისა და ცხოვრების უკეთესი პირობების მიღების მიზნით. ის ქვეყნები, რომლებიც მაღალი კვალიფიკაციის მქონე განათლებულ მუშახელს იღებს, აყვავების გზაზე დგანან. მაგრამ საინტერესოა რა ბედიელის იმ რეგიონებს, რომლებსაც ეს მუშახელი ტოვებს. ეს რეგიონები თანდათან ემსგავსებიან ადგილს, რომელსაც ტალანტების ხაფანგს უწოდებენ. კვალიფიცირებული ადამიანი იქ ჭკნება. პროდუქტიულობა მცირდება, უმაღლესი განათლების მაჯისცემა ნელდება. დემოგრაფია იკლებს. ასეთი ქვეყანა ემსგავსება ჩიხს, რომელიც აიძულებს ახალგაზრდებს, რომ წასვლაზე იფიქრონ. ევროკომისიის მიხედვით ასეთ მდგომარეობაშია 82 რეგიონი, რომლებშიც ევროკავშირის მოსახლეობის დაახლოებით 30% ცხოვრობს. ამ პრობლემის თვალსაჩინო მაგალითია პორტუგალია და გამოსავლის მოძებნას ცდილობა. ახალგაზრდა პორტუგალიელების 30% უცხოეთში ცხოვრობს. მიგრანტი პორტუგალიელების 70% 40 წლისაც არ არის. ახალგაზრდა კვალიფიციური კადრი რომ არცად წავიდეს, პორტუგალიის მთავრობამ აამოქმედა საგადასახადო გეგმა, რომელიც 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდებს გადასახადებს უმცირებს. აქაური მთავრობა ფიქრობს, რომ ეს ინიციატივა დაახლოებით 40,000 ახალგაზრდას შეეხება. თუმცა ამ გეგმამ წასვლა ვერ გადააფიქრებინა კონსტანცასა და ჟუანის მსგავს ახალგაზრდებს. ამ საღამოს ამ წვილისთვის მეორე სამუშაო დღე იწყება. ორივე განათლებით იურისტია. ისინი სახლს ეძებენ დასაქირავებლად. 14,000 კილომეტრით შორს ისინი აღმოსავლეთ ტიმორში მიდიან, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. 25 წლის ადვოკატმა კონსტანცამ ახალი სამსახური იპოვა იურიდიულ ფირმაში, რომელიც გაცილებით უკეთეს პირობებს თავაზობს, ვიდრე პორტუგალიაშია. უკეთეს პირობებს მთავაზობენ, მეხმარებიან სახლისა და მანქანის დაქირავებაშიც. გაცილებით მეც მიხდი ამიდრე აქ, რაც ნიშნავს, რომ იქ ჩემი მსყიდველუნარიანობა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე აქ. თუკი მაგალითად ერთ საძინებლიან ბინაში მოვინდომებდი აქ ცხოვრებას. მრავალი სხვა ახალგაზრდის მსგავსად კონსტანცა და ჟუანი პორტუგალიას უყურებენ როგორც ადგილს, სადაც მუდმივად უმუშევრობაა, ხელფასები დაბალია, გადასახადები მაღალი, სახლის ყიდვა შეუძლებელი, ხოლო სამუშაო პირობები ცუდი. ჩემს სფეროშიც კი ძალიან დიდია ტვინის გადინება. არ მინდა ამას მონობა ვუწოდო, მაგრამ აქ სამსახურში აშკარა დიდი წნეხია. სამუშაო საათები გრძელია, დასვენება ხანმოკლე. ეჭვგარეშეა, რომ ეს ფაქტორი აიძულებს მრავალ ახალგაზრდას დატოვოს პორტუგალია. იმედგაცრუების გარდა, რომლის დაძლევასაც უკვე ვიწყებთ, ჩვენს თაობას სიბრაზის განცდა აქვს. მე ვდარდობ, რადგან მიყვარს ჩემი ქვეყანა, მართლა მიყვარს. პირადად მე, რომ არა ასეთი მდგომარეობა და გამოცდილება, რაც მივიღე, არ წავიდოდი. ჟუანი ამჟამად გერმანულ კომპანიაში მუშაობს და მოუწევს უარი თქვას როგორც ამ სამსახურზე, ისე რაგბის მწვრთნელობაზე, რომელიც ბავშვობიდან მისი გატაცებაა. რა თქმა უნდა, მომენატრება აქაურობა, მაგრამ როგორც ყოველთვის ცხოვრებაში გადაწყვეტილება უნდა მიიღო. უარი უნდა თქვა მოკლევადიან რაღაცებზე, რომ გრძელვადიან მიზნებს მიაღწიო. ჟუანის მამას, რომელიც ერთ დროს თავადაც მიგრანტი იყო და გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრობდა, ესმის თავისი შვილის. იგი ამბობს, რომ საკუთარი ქვეყნის მომავალი აფიქრებს. უცხოეთში ვუშვებთ ძალიან მცოდნე ხალხს და სანაცვლოდ ქვეყანაში ძალიან დაბალი კვალიფიკაციის მქონე ხალხი შემოგვყავს. ეს მართლაც სახიფათოა, მხოლოდ ჟუანისთვის კი არა, მთელი ქვეყნისთვის სახიფათოა. მე მგონია, რომ ეს საშინელებაა. საზოგადოებამ, ეკონომიკამ და სხვა ყველაფერმა განვითარება რომ არ შეწყვიტოს. ისეთი ხალხი გვჭირდება, რომელსაც შეუძლია იფიქროს და რომელიც კარგი მენეჯერი, მეცნიერი ან კულტურის მუშაკია. ახალგაზრდების გადინება ახალგაზრდა წყვილისა და მათი მეგობრების მუდმივი სასაუბრო თემაა. მარიანა მენეჯერია. მისი და ესპანეთშია წასული სამუშაოდ. პორტუგალიაში დღესდღეობით დაბალი დონეა.
მაგალითად, ჩემს შემთხვევას თუ ავიღებთ, პირადად მე ემიგრაციაში არ წავსულ ვარ, მაგრამ ახალგაზრდებს ძალიან უჭირთ დამოუკიდებლად ცხოვრება. მე ისევ მშობლების სახლში ვცხოვრობ. ჩვენი მეგობრებიდან ყველას მოუწია საკუთარი თავისთვის ეს კითხვა დაესვა. ნებისმიერი მათგანის ოჯახიდან ვიღაც არის საზღვარგარეთ წასული, ბიძაშვილი ან ბიძა. ამიტომ წასვლა აღარავის უყვირს. ჩვენი მოსახლეობის დაბერების მაჩვენებელი ძალიან მაღალია და ეს ძალიან დიდ პრობლემას შექმნის სოციალური უსაფრთხოებისა და რეფორმების კუთხით. ჩემი აზრით აუცილებელია, რომ მთავრობამ ამის საწინააღმდეგო ზომები მიიღოს. თუ კი ეს საკითხი სათანადოდ არ მოგვარდა, გრძელვადიან პერსპექტივაში ის უამრავ პრობლემას გამოიწვევს. ტვინის გადინებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომ გადაჭრან ევროკავშირის რეგიონები, წევრი ქვეყნები და ევროკომისია, ჩართული არიან ისეთ ინიციატივაში, როგორიცაა ტალანტების ახალისების მექანიზმი. ამ ინიციატივას უკვე შედეგიც მოჰყვა, რომელიც შესამჩნევია. მაგალითად, ამ სამშენებლო ობიექტზე. 2025 წლის ბოლომდე ალეტენჟუს რეგიონში მდებარე ქალაქ ევორაში მშენებარე საავადმყოფო დაახლოებით 500 საწოლ შესთავაზებს ქალაქს. ამ პროექტში ჩადებული 200 მილიონი ევროს მოცულობის საწყისი ინვესტიციის მიზანი 9 მილიონიანი მოსახლეობისთვის მხოლოდ ჯანდაცვის გაუმჯობესება არ არის. მისი მიზანი თანამშრომლების გადამზადება და შენარჩუნებაც არის ჯანდაცვის სექტორში, რომელიც განსაკუთრებით დააზარალა ტვინის გადინების პრობლემამ. არსებობს პროგნოზი, რომ 2080 წლისთვის ამ რეგიონის მოსახლეობა 30%-ით შემცირდება. ტიაგო პერეირა პროექტ ტალანტების ახალისების მექანიზმის აქაური კოორდინატორია. დემოგრაფიული პრობლემების გამო ტალანტების გადინება ორმაგად გაიზარდა, რადგან ძალიან ცოტა კვალიფიციურ ახალგაზრდას ვამზადებთ და შესაბამისად ჩვენი კონკურენტუნარიანობა მცირეა. ამის გამო ჩვენ რეგიონში ძალიან ცოტა ნიჭიერი ახალგაზრდის შენარჩუნება შევძელით. არსებული გათვლების მიხედვით 2030 წლისთვის ალენტეჟუს რეგიონი უმაღლესი განათლების მქონე სტუდენტების 20%-ს დაკარგავს. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ კადრები და ამიტომ ვაშენებთ ამ რეგიონში ასეთ ინფრასტრუქტურას, რომლის გვერდით სამედიცინო სასწავლებელიც აშენდება. ორივე არსებითი ფაქტორია კადრების შენარჩუნების კუთხით. მომავალი წლის ბოლოს, როდესაც ეს საავადმყოფო დასრულდება, იმედი გვაქვს, რომ აქ დასაქმდებიან ჯანდაცვის სექტორის პროფესიონალები, რომლებიც ახლა არ გვყავს და ხალხი ჩვენთან ჩამოვა. ვაპირებთ სპეციალიზებული ტექნიკური პერსონალის მომზადებასაც, რომელიც არ გვყავს და ამის მერე გადამზადების კომპონენტიც ამოქმედდება, რომელიც ასევე არ გვქონია აქამდე. ასე რომ ამ კონკრეტულ სექტორში მომავალი 2-3 წლის შემდეგ ხალხი რეალურ შედეგებს დაინახავს. ამ პროექტის ბიუჯეტის დაახლოებით 1/4 ევროპის რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება. რეგიონული, ეროვნული და ევროპული ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს საავადმყოფო და სამედიცინო სასწავლებელი დაახლოებით 2000 მაღალ კვალიფიციურ სამუშაო ადგილს შექმნის.